ჩემი პირველი შეხვედრა უწმინდესთან და უნეტარესთან იყო ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც უწმინდესი გახდა პატრიარქი. ჩვენ ცხოვრობდით ქარვასლაში, სიონის 8 ნომერში და ამიტომ ბავშვები თამაშობდით ხოლმე სიონის ეზოში. პატარები ვიყავით და მცირე რიცხოვანი მრევლი დადიოდა მაშინ ეკლესიაში, იმიტომ რომ კომუნისტების დრო იყო და უცებ მოხდა ისეთი რამ, თან ბავშვი ხო ათვიცნობიერებს ვერ ხვდება და უცებ დაიწყო სიონში ხალხის მატება. ვხედავთ, რომ დადიან ახალგაზრდები, ლამაზები, ძალიან ბევრი ადამიანი არის და როდესაც შევედით ტაძარში, ძალიან პატარები ვიყავით. ოღონდ აი მახსოვს საოცარ მოგონებად, როდესაც პირველად დავინახე უწმინდესი მაშინ მართლა ურთულეს დროში, როდესაც იდევნებოდა რელიგია, აი ესეთი მრავალრიცხოვანი მრევლი მიიყვანა ეკლესიაში. შემდეგ უკვე ჩემი ოჯახისგან მქონდა შეხება, მამაჩემს უყვარდა ძალიან და ძალიან დიდ პატივს სცემდა. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ორი ადამიანის ფოტოედო მაგითაზე ეს იყო დედამისის და უწმინდესის. ოღონდ აი ეს როდის იცით, აი 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანი წლების დასაწყისში. მერე როდესაც მამა გარდაიცვალა, უწმინდესის ლოცვა კურთხევით მორისი დაკრძალეს სამთავროს დედათა მონასტერში. აი ისეთ სითბოს, სიყვარულს, ზრუნველობას გჩუქნიდა ჩვენ ყოველთვის. ოღონდ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო მე და ჩემ ოჯახს, არამედ ყველას. ის აი თითქოს რენტგენივით ხედავს ადამიანის საწყის და იმ აი ყველაზე ცოდვილ ადამიანებშიც კი აი იმ პატარა მარცვალს ხედავს, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ყველა ადამიანის საწყისი მაინც სიკეთე არის, მე ასე ვფიქრობ. თვისება, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესი აი თითქოს არამიწიერი ადამიანია, აი სხვა სიმაღლეზეა და ამ დროს აქვს საოცარი უნარი მიწიერი სილამაზით, ტკბობის, აღფრთოვანების, აი იგივე ვთქვათ, როგორი საოცარი სინატიფით ტკბება ხოლმე ყვავილებით, ბუნებით, ხედით, აი პატარა რაღაცა ნაკეთობით, იმდენად მაღალი და იმდენად დიდია, რომ იცის, რომ ეს ცხოვრება ამ ქვეყნიური არის საჩუქარი და მართლა ყოველი წუთით უნდა დატკბე. მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან მომიწია შეხება არაერთხელ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი არაერთხელ უთქვამს, რომ დაიღალა და რთული ცხოვრება განვლო, მაგრამ ყველა აღფრთოვანებული იყო ხოლმე ყოველთვის და ყველას უდიდესი სიყვარული ჰქონდა მისი და აქვს და ექნება 100 წლის მერეც. მინდა რომ კიდე დიდხანს გყავდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდებით, იმიტომ რომ თქვენ რომ ხართ, აი რაღაცნაირად თითქოს დაცულებს, გრძნობთ თავს.